რუსეთმა ახლახან წააგო ეს ომი ამ მომენტის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტში, ინიციატივა ბრძოლის ველზე. უკრაინა იწყებს სრულ მასშტაბიან შეტევას არა როგორც ბრმაიერიშს, არამედ როგორც გააზრებულ ზეწოლას რუსეთის სისუსტეებზე. ამ ოთხშაბათს 2026 წლის 6 მაისს სურათი ნათელია. პუტინის გაზაფხულის შეტევა ჩიხში შევიდა. მოსკოვმა აპრილში წმინდა ტერიტორიული დანაკარგი განიცადა. მისი ჯარები კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდიან, ხოლო კიევი იყენებს დრონებს, საშუალო მანძილის თავდასხმებს, ლოგისტიკურ დივერსიებს და სახმელეთო კონტრშეტევებს, რათა შეცვალოს ომის ტემპი აღმოსავლეთ ევროპაში. ომის შესწავლის ინსტიტუტის მიხედვით, რუსულმა ძალებმა 2026 წლის აპრილში 116 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაკარგეს, რაც რუსული მხარისთვის პირველი წმინდა ტერიტორიული დანაკარგია უკრაინული ოპერაციის შემდეგ კურსკში. ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ახლა მოგიდება რომ გამოწერილი გქონდეს. გამოიწერე არხი რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. რეალურ დროში ინფორმაცია, უმაღლესი ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. რაც ხდება, მარტივია გასაგებად და მძიმეა კრემლისთვის. რუსეთმა სცადა წინსვლა დონბასში, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მაგრამ შეხვდა უფრო მოძრავ, ტექნოლოგიურ და მომზადებულ უკრაინულ თავდაცვას. რუსეთის გეგმა იყო უკრაინული გამაგრებული ხაზების ზეწოლა და თავდაცვის ხაზების გამოფიტვა. და მსოფლიოსთვის გაეყიდა იდეა, რომ დონბასის დაცემა გარდაუვალი იქნებოდა. მაგრამ აპრიულმა საპირისპირო აჩვენა. უკრაინამ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პოზიციები შეინარჩუნა, არამედ სტრატეგიულ ადგილებში ტერიტორია დაიბრუნა. ზუსტად მაშინ, როცა პუტინი ელოდა ძალის დემონსტრირებას მაისის რუსულ დღესასწაულებამდე. ყველაზე დიდი შოკი კი ციფრებშია. ISW-მა აღნიშნა, რომ რუსული წინსვლა 2025 წლის ნოემბრიდან იკლებს, რაც უკრაინული კონტრშეტევების შედეგია, საშუალო მანძილის შეტევები. რუსეთის მიერ სტარლინკის ტერმინალების გამოყენების ბლოკირება 2026 წლის თებერვალში და თავად კრემლის მიერ ტელეგრამზე დაწესებული შეზღუდვები. იგივე კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთმა 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის აპრილამდე 1453 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. რუსეთის საშუალო მაჩვენებელი 2026 წლის პირველ 4 თვეში დღეში 2.9 კვადრატულ კილომეტრამდე დაეცა, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი დღეში 9.76 კვადრატული კილომეტრი იყო. აქედან იწყება მძიმე ნაწილი მოსკოვისთვის. პუტინმა ამ შეტევაში ჩართო ჯარისკაცები, ჯავშან ტექნიკა და პროპაგანდა, მაგრამ მიიღო ტალახი, დრონები და უკანდახევა. უკრაინულმა გაზაფხულმა მოიტანა დატბორილი მიწა, რაც ართულებს მძიმე ტექნიკის გადაადგილებას და ამცირებს რუსი ჯარისკაცების დაცვას ღია ტერიტორიებზე. როდესაც ჯავშან ტექნიკა ტალახში ჩარჩება ან გაჩერდება, რუსი ჯარისკაცების ჯგუფები ცდილობენ ფრონტის ნაცრისფერ ზონებში შეღწევას. უკრაინამ ეს ტენდენცია შეამჩნია და დაიწყო ამ შეღწევების დევნა დრონებით, მოძრავი დანაყოფებითა და ზუსტი დარტყმებით. შედეგად მოსკოვი თითქოს ცდილობს რომ წინსვლა აჩვენოს, მაგრამ ამ ტერიტორიების ბევრ ნაწილზე რეალური კონტროლი არ მყარდება. ეხლა ომი ტრიალებს ერთი სიტყვის გარშემო, რომელიც ნებისმიერ დიდ და ნელ არმიას აშინებს: ლოგისტიკა. უკრაინა ურთხავს საწყობებს. რადარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მომარაგების მარშრუტები, სარდლობის პუნქტები და მხარდაჭერის ხაზები ფრონტის უკან. ეს მხოლოდ სოფლის დაპყრობა ან მიწის ნაწილის დაბრუნება არ არის. ეს არის რუსეთის შესაძლებლობის განადგურება, რომ შეინარჩუნოს შეტევა. როდესაც საბრძოლო მასალა არ მიეწოდება, როდესაც სარდლობა ვერ მუშაობს, როდესაც უკრაინული დრონი რუსულ გაძლიერებამდე ჩნდება, პუტინის შეტევა შიგნიდან სუსტდება, რუსული დანაკარგებიც იზრდება. მარტში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 35000-ზე მეტი დანაკარგი განიცადა მოკლულებსა და მძიმედ დაჭრილებში, რაც ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია მასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრინფორმის სააგენტოს მიხედვით. ეს მონაცემები უკრაინული მხრიდან ვრცელდება და ომის შეფასებებად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ისინი დაგვეხმარება გავიგოთ, რატომ დაუჯდა რუსეთს ასეთი ძვირი წინსვლა. აპრილის ბოლოს კიდევ ერთი მონაცემი კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთს ჰქონდა მხოლოდ 24 საათში 1470 დანაკარგი, რაც რუსული დანაკარგების სავარაუდო საერთო რაოდენობას 2022 წლის 24 თებერვლიდან დაახლოებით 1330 სამხედრო მოსამსახურემდე ზრდის. კიდევ ერთხელ ეს კიევის მონაცემებია, მაგრამ თუნდაც დაუშვათ გარკვეული განსხვავება, ისინი აჩვენებენ ამჟამინდელ ლოგიკას. რუსეთი ძალიან ბევრ ადამიანს კარგავს ძალიან მცირე ტერიტორიის სანაცვლოდ. პუტინის პრობლემა მხოლოდ სამხედრო არ არის,
რუსეთმა შექმნა გარდაუვალი შეტევის იმიჯი, მაგრამ ეხლა უნდა აუხსნას, რატომ დაკარგა ტერიტორია აპრილში. ASW აღნიშნა, რომ კრემლი იყენებს ინფილტრაციის ტაქტიკას იმისთვის, რომ გაადიდოს თავისი კონტროლის იმიჯი, აგზავნის მცირე ჯგუფებს სადაო ტერიტორიებზე და ამას წარმოაჩენს როგორც მყარ წინსვლას. პრაქტიკაში ამ წერტილებიდან ბევრი რჩება ნაცრისფერ ზონაში, მოწყვლადი უკრაინული კონტრშეტევების მიმართ. ამასობაში უკრაინა ორ მიმართულებით ახორციელებს ზეწოლას. ფრონტის ხაზზე მცირე წინსვლები და კონტრშეტევები ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. რუსეთის სიღრმეში დრონები და გრძელდისტანციური შეტევები ცდილობენ დაანგრიონ ომი მომარაგებელი სტრუქტურა. ეს არ არის ძველი სტილის სრული შეტევა, სადაც გიგანტური კოლონები ღია გზებზე მიიწევენ წინ. ეს არის თანამედროვე შეტევა, რომელიც ხორციელდება გამოფიტვით, დაზვერვით, ტექნოლოგიით და მტრის ნერვების თანმიმდევრული გადაჭრით. და ეხლა რა ხდება? ტენდენციაა, რომ უკრაინა შეეცდება ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს. სანამ ამინდი ბოლომდე გაშრება და რუსეთი ზაფხულისთვის თავის შეტევებს ხელახლა არ ორგანიზებს, კიევი უნდა განაგრძოს დათქმები ლოგისტიკაზე, სამხედრო ენერგეტიკულ ობიექტებზე, რადარებზე, საჰაერო თავდაცვებსა და რუსულ სარდლობის ცენტრებზე. რუსეთი თავის მხრივ ალბათ გააგრძელებს დრონებით, რაკეტებითა და პლანირებადი ბომბებით შეტევებს, რათა უკრაინული ქალაქები დააზიანოს და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს. თავად Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წლის 6 მაისს რუსეთმა ღამით ათეულობით დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით, მიუხედავად კიევის მიერ გამოცხადებული ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტისა. ეს საკითხი ომის ადამიანურ მხარეს აჩვენებს. სამშაბათს 2026 წლის 5 მაისს რუსეთის დრონებისა და რაკეტების თავდასხმებმა 27 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და 120 დაჭრილი დატოვა. AP-ს მიერ ციტირებული უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით. მომდევნო დილისას რუსეთის თავდასხმები გაგრძელდა. მათ შორის 2 დრონი, რომელმაც სუმიში საბავშვო ბაღი დააზიანა, სადაც 1 მცველი დაიღუპა და 2 ადამიანი დაშავდა. იმ დროს ადგილზე 100 ბავშვი იმყოფებოდა. იგივე რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 5 ადამიანი დაიღუპა ჯანკოიში, ყირიმში, უკრაინის დრონის თავდასხმის შედეგად. ეხლა დრონებისა და ზუსტი თავდასხმების პროგრესით, ყირიმი კვლავ მთავარ სათამაშო დაფაზე ბრუნდება. რუსული ისტორია გვეხმარება გავიგოთ, რატომ არის ეს მომენტი მოსკოვისთვის საშიში. 1905 წელს რუსეთი დამარცხდა იაპონიასთან ომში და იძულებული გახდა მიეღო პორტსმუთის ხელშეკრულება, რომლითაც აღიარა იაპონიის ბატონობა კორეაზე და გააკეთა ტერიტორიული დათმობები აზიაში. 10 წლეულების შემდეგ საბჭოთა კავშირი ავღანეთში შევიდა 1979 წელს და დააფიქრდა, რომ სიტუაციას გააკონტროლებდა. მაგრამ 1989 წელს გამოვიდა ხანგრძლივი, ძვირადღირებული და დამღლელი ომის შემდეგ, რომელშიც დაახლოებით 15,000 საბჭოთა დაიღუპა, ასევე ბრიტანეთის მონაცემებით. გაკვეთილი პირდაპირია. მოსკოვი ამბიციას ხანგრძლივ ოკუპაციად აქცევს, ხოლო ღირებულებამ შეიძლება ძალაუფლება შიგნიდან დაანგრიოს. სხვა ქვეყნებმაც დაამტკიცეს, რომ უფრო დიდი დამპყრობელი შეიძლება შეჩერდეს, როცა მას რთული რელიეფი, ორგანიზებული წინააღმდეგობა და ადაპტირებადი სარდლობა ხვდება. ფინეთმა ზამთრის ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბოლოო შეთანხმებით ტერიტორია დაკარგა, მაგრამ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია, დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და საბჭოთა კავშირის სისუსტეები გამოავლინა კლიმატში, ლოგისტიკასა და სარდლობაში. უკრაინა სხვა გზას ირჩევს, მაგრამ მსგავს ლოგიკას იყენებს. რიცხობრივი ჩამორჩენის ტაქტიკურ უპირატესობად გადაქცევა, მოწინააღმდეგის ზურგზე დარტყმა, მომარაგების ხაზების გაწყვეტა. უკრაინასაც ჰქონია მომენტები, როცა შეტევაზე გადავიდა და გაიმარჯვა. 2022 წელს ხარკოვის კონტრშეტევამ რუსული ძალები გააოცა და გზა გაუხსნა მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბრუნებას ჩრდილო-აღმოსავლეთში. იმავე წელს ხერსონის სამხრეთში რუსული უკანდახევის სიმბოლოდ იქცა. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა თავდასხმებმა მომარაგების ხაზებსა და საწყობებზე მოსკოვი აიძულა დაეტოვებინა დნეპრის დასავლეთი სანაპირო. 2024 წლის აგვისტოში კიევმა ომი რუსეთის კურსკის რეგიონში გადაიტანა და განაცხადა, რომ დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. ოპერაცია, რომელსაც როიტერსი იმ ეტაპზე უკრაინის ყველაზე დიდ საზღვის გადაღმა განხორციელებულ თავდასხმად აღწერდა. ამ შემთხვევების გზავნილი ნათელია. უკრაინა იმარჯვებს მაშინ, როცა აერთიანებს სიურპრიზს, ლოგისტიკას და სიზუსტეს. მას არ სჭირდება ყოველდღე დიდი კოლონებით წინსვლა. ვლადიმერ პუტინმა დაპირა წინსვლა, მაგრამ ნახა უკანდახევა. დაპირა ზეწოლა დონბასში, მაგრამ მიიღო კონტრშეტევები. უკრაინამ შეამჩნია რუსეთის სისუსტე და ზუსტად იმ ადგილას ურტყამს, სადაც ყველაზე მეტად ტკივა. მომდევნო დღეებში გადამწყვეტი იქნება იმის გაგება, შეძლებს თუ არა კიევი ამ ტემპის შენარჩუნებას.
თუ დრონები გააგრძელებენ რუსეთის უკანახაზების ლართმას, თუ უკრაინული დანაყოფები გააგრძელებენ შეღწეული ჯგუფების წმენდას და თუ მოსკოვის ლობისტიკა კვლავ ვერ იმუშავებს, ვლადიმირ პუტინს მოუწევს არჩევანის გაკეთება. კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცი ჩართოს ამ გამოფიტვის მანქანაში, თუ უკან დაიხიოს და ფრონტი ხელახლა გადაალაგოს. არც ერთი ეს არჩევანი არ არის კარგი კრემლისთვის. პირველი ზრდის ადამიანურ დანაკარგებს, ხოლო მეორე ადასტურებს იმპულსის დაკარგვას. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს არტილერია, რაკეტები, პლანირებადი ბომბები, რეზერვები და ქალაქების განადგურების შესაძლებლობა. არავინ უნდა მიიჩნიოს ეს კონფლიქტი დასრულებულად. მაგრამ 2026 წლის 6 მაისის მდგომარეობით ფაქტი მკაფიოა. რუსეთის გაზაფხულის შეტევამ არ მოუტანა დაპირებული გამარჯვება. უკრაინამ აიღო ინიციატივა, დაიბრუნა ტერიტორიები, მიაყენა დანაკარგები და აჩვენა, რომ პუტინი აღარ განსაზღვრავს ომის ტემპს მარტო. როდესაც დაპყრობის ომი იწყებს, გადაიქცეს გამოფიტვის ომად დამპყრობლის წინააღმდეგ, ისტორია ჩვეულებრივ დაუნდობელია. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველ დღე მოგაწოდოს სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.